სამები ძვირფას ტელემაყურებლებო და რადიომსმენელებო ეთერში გაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც წარუძღვები მე ნიკოლოზ ჟავანაძე. კარგად მოგეხსენებათ, გასულ კვირას ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმყოფებოდა სამეგრელოში, ის დაპირდა იქ ადგილობრივ სასულიერო პირებს, რომ $1 მილიონ გადაეცხავს ტაძრის მშენებლობის საქმეში, ასევე გარკვეული შესაწირი იქნება გაკეთებული მაგალითად მარტვილში და ძალიან გახარებული იყო საზოგადოება ამ ფაქტით. და შემოგთავაზებთ ბიძინა ივანიშვილის ამ ვიზიტს სამსახურ ფრაგმენტებს. შიგნითაც აძლევებია 1 მილიონი გრამაში მაგრამ აი ეს ყველაფერი გადაიფარა ამ დღეებში, როდესაც იხილებოდა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები, ემზარკვიციანი ეს ქონდა წინადადება, რომ გარკვეული რიგი საკანონმდებლო აქტებიდან ამოღებული იყო აი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს მიღებული ის ნორმები, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ სოფხედველობას და როდესაც ტრიბუნაზე იდგა და ემზარკვიციანს უნდა წაეკითხა პატრიარქის ქადაგებიდან რა მონარიდი, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პატრიარქი ფაქტიურად ჰომოფობად გამოაცხადა. და მინდა რომ პატრიარქის სიტყვები შევახსენოს უყველას. ამ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ და რომ ის იქნებოდა გასაგები. ვალდებული ვარ რომ მეთქვა, არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას. ბატონო ემზარ, გაუთიშეთ მიკროფონი ბატონო ემზარს. ბატონო ემზარ, თქვენი ხმა არ ისმის და როგორც ხდომის წამყვანი გაახსენებთ პარლამენტის წევრის ეთიკის ელემენტარულ პრინციპებს. თქვენ ვალდებული ხართ არ დაუშვათ, არ გაქვთ უფლება დისკრიმინაციული გამოსვლების. თქვენ ეს რო ვერ მოახერხეთ, მე ეს არ მიკვირს, იმიტომ რომ მთლიანად თქვენი ინიციატივა არის სრულიად დისკრიმინაციული. ეს რო არ გამოგივიდოდათ, ამაში გასაკვირი არაფერი არ იყო, მაგრამ ცადეთ მაინც ცოტა ეთიკურად გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით. ესე იგი, თურმე პატრიარქის ქადაგება არაეთიკურია, აქ საუბარი იყო ამ საკანონმდებლო ნიადების დროს, რომ სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ამოღებული იყო რიგი ესე იგი კანონებიდან და რა, ეხლა ესე იგი, თურმე დისკრიმინაციული ყოფილა პატრიარქის ქადაგება და თურმე პატრიარქის ეს გამონათქვამები ყოფილა რაღაცა შეურაცხყოფელი ვიღაცეებისათვის. ეს ის ქადაგება, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, რაზეა საუბარი. როგორ შეიძლება უკანონობა დააკანონო? უკანონობის დაკანონება ეს დიდი ცოდვაა და სწორედ ამის შესახებ ვთქვი მე ვალდებული ვარ, უნდა მეთქვა, არც ერთი მორწმუნე ადამიანი არ მიიღებს ამას. გავა დრო, როცა ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება თუ როგორ იყო მიღებული ეს კანონი და მე შევთხოვე უფალს, რომ უფალმა შეგვინდოს შესაძლებელი ჩვენი საქართველო ნუგეშინიან უფალი ჩვენთან არის. ჩემი გადაცემა ბიძინა ივანიშვილის ვოიაჟიდან სამეგრელოში სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ წარმოიდგინეთ ქართულ ოცნებას და ბატონ ბიძინა ივანიშვილს სურდა, რომ საზოგადოების კიდევ ერთხელ დაენახებინა, რომ როგორც ადრე ის ეხმარება ეკლესიას და
აი ამ ფაქტით, როდესაც ჩუგოშვილმა გააკეთა განცხადება და პატრიარქი ხომოფობად გამოაცხადა, სულ გადაიფარა და სულ წყალში ჩაიყარა ეს განცხადებები. ეხლა წარმოიდგინეთ საზოგადოება, რომელიც ამას უყურებს და ხედავს, რომ ერთი ხელით ესე ვითომ ეკლესიას ეხმარებიან, მეორე ხელით პატრიარქს ესე იგი ხომოფობად აცხადებს ძალა, რომელიც არის ხელისუფლებაში. აი რა შთაბეჭდილება უნდა შეექმნას საზოგადოებას. სწორედ ამიტომ იყო რომ დღესაც, გუშინაც, რა ვიცი, ყოველთვის ვამბობ, რომ ეს ჯგუფი, რომელიც არის თამარ ჩუგოშვილის, აი ამ სოროსის ლეკვების სახით, შემოვიდა, შემოაღწია ქართულ ოცნებაში, როგორც აი რაღაცა ათვისებიანი სიმსივნე შემოვა სხეულში, აი ესე შემოვიდა და ალპობს ამ სხეულს. ეხლა მე ნაკლებად მაინტერესებს ქართული ოცნების მომავალი და რა მოხდება ქართულ ოცნებაში, მაგრამ მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო. ნებისმიერ სხვა დეპუტატს რო ასეთი რამ გაეკეთებინა, დღეს ის უმოწყალოდ დაიწვებოდა კოცონზე. ესე იგი, თურმე პატრიარქის შეურაცხყოფაზე არავის პასუხი არ მოეთხოვება და ესე იგი, ჩინჩალაძეს რო ვინმე შეურაცხყოფა მიაყენოს, ეკაბესელიამ გახსოვთ ალბათ რომ ეს კლანად მოიხსენია, ის პარტიიდან უნდა გაირიცხოს. ესე იგი, წარმოიდგინეთ ჩვენს ქვეყანაში ჩინჩალაძე და მურუსიძე უფრო ფასობს, ვიდრე საქართველოს პატრიარქი, იმიტომ რომ არც ერთი სიტყვის დაგმობა, არც ერთი ბოდიში პირიქით ჩუგოშვილი გამოვიდა და ისაუბრა იმის შესახებ, რომ ესე იგი მას იგი კანონის ნორმით მოქმედებდა. ეხლა აქ რაღაცა ჟურნალისტების ინტერპრეტაცია იყო. ეხლა აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ თქვათ მიკროფონი გამოურთეს კვემზე კვიციან. ეხლა მიკროფონის გამორთვა პრობლემა დღეს არ არის პარლამენტში. აქ იმაზეა, რომ პატრიარქის განცხადებაზე იყო აქ საუბარი, რომ თურმე არ შეიძლება ციტირება მოახდინო პატრიარქის სიტყვების, რომ ის ჰომოფობიურია, ანტიდისკრიმინაციულია, დისკრიმინაციასთან არის კავშირში და აი ამაზე არავითარი რეაგირება არ იყო, მაგრამ შემდგომ უდოდათ გადაფარვა, რომ თურმე რაღაცა ღვთისმშობლობას ვიდრეს ასწავლებ და არ იმოქმედებს ეს ყველაფერი. თამარ ჩუგოშვილს, ჩემო მეგობრებო, სულ არ აინტერესებს ეხლა სიმართლე რო გითხრათ რა სიტყვის ხალხი. მე ხა საფულე იმიტომ ამოვიღე ჩემი ჯიბიდან, რომ მისთვის თავარი იცით რა არის? აი აქ აი ამ ბარათებზე რო დაერიცხება ევროპიდან და იმ ფონდებიდან თანხა აი პატრიარქის გინებისთვის, მისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი არის. მისთვის ეს არის უფრო მნიშვნელოვანი. აი ბარათებზე რო თანხა დაერიცხება და მადლობას რომ მიიღებს. პირიქით, თქვენ გონიათ ეხლა ის ნაწყები არის, გახარებულია ის პატრიარქზე რამდენი დარტყმა და რამდენი ჩვენი უარყოფითი რეაქცია, დაფინანსება მით უფრო იზრდება აი ამ სექტის, ეგრეთ წოდებული აი სოროსის სექტის წინახში, მაგრამ მე ამ ქართულ ოცნებას მინდა მივმართო. აი ხო ხედავთ ყველაფერი ჩააფლავეს აი ბატონი ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი. მე დავიწყე კიდევაც გადაცემა მისი ვოიაჟით სამეგრელოში. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ როგორი უხერხულობა შექმნა ამ ადამიანმა. ესე იგი ერთი ხელის მოსვით ეხმარები ეკლესიას, მეორე ხელით ესე იგი ეკლესიას ურტყამ. აი ხა ლოგიკასად რა უნდა ვიფიქროთ ჩვენ? ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩუგოშვილმა ბოდიშიც უნდა მოიხადოს და ვიცე-სპიკერობიდანაც უნდა გადადგეს და პარლამენტი საერთოდ უნდა დატოვოს. ისი ამ ბიძინა ივანიშვილს ძალიან ცუდი ხვედრი აქვს. ეხლა ვისაც აჭამა, ასვა, ვისაც ვინც პარლამენტში მოიყვანა, ყველა ბოდიში მოუტრიალდა და ესეთი რაღაცეები, ცუდი ქმედებები განახორციელა მის მიმართ, მაგრამ საზოგადოება ეხლა ცოტა სხვანაირად გაიგებს, თუ ამას რეაგირება არ მოხვება, იმიტომ რომ გაუგონარი რამე მოხდა, გაუგონარი. აი რომელიმე ნაციონალ დეპუტატს რო ეს გაეკეთებინა, დღეს აიკლებული იქნებოდა ქართული მედია, რომ აი როგორ პატრიარქს შეურაცხყოფა მოაყენა ბოკერიამ, ან თქვათ გოცირიძემ, ან ვინმე და როდესაც ვიცე-სპიკერი, მეორე პირი საქართველოს პარლამენტის ამას აკეთებს და მე უარესი მოხდა კიდე, როდესაც პარლამენტში იყო მოთხოვნა, რომ ანტიდისკრიმინაციული აი ამ რაღაცა გარკვეული ტერმინები, რომლებიც არსებობს, ესე სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა ამოღებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტში პატრიოტთა ალიანსისა და ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატის გარდა, ამ ინიციატივას სოციალებები მოხდარიყო არ დაუჭირეს მხარი იმ საამაყო დეპუტატებმა, რომლებსაც გვარებსაც დაგისახელებთ. ესენია ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გუგული მაღრაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი ბერაია, ნინო გოგუაძე, რატი იონათა მიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, დავით მათიკაშვილი, ანდრი ოხანაშვილი, გოდედი ჩაქსელიანი, დიმიტრი ცხიტიშვილი, ნინო წილოსარი. აი ეს არის ჩვენი საამაყო დეპუტატები. ბევრს მე ვიცნობ კიდევაც პირადად და ბევრ შობელსაც ვიცნობ. მაგალითად ნინო წილოსარის შობელს ბადრი წილოსად, ნორმალური ადამიანია და ბატონო ბადრი, რა ვიცი მე აი ამის ეხა მე მაგალითად თქვენში შეიძლება მძიმე არის ეხა ჩემსგან აი ამის მოსმენა, მაგრამ საკუთარ შვილს რო ეს გაეკეთებინა, იმას არ დავინდობდი მე. რა ღირდა აი ამ ასეთი ქმედებების შემდგომ თქვენი შვილი პარლამენტში შეყვანა?
ღირდა, როდესაც აი ესეთი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს უჭერს მე რამდენად თქვენი შვილი მხარს, ან სხვა დეპუტატები ხვებსაც ვიცნობ კიდე მე. ხო არ შეიძლება ხვალ არ იქნებით ამ დეპუტატები და თვალებში ხო უნდა შეგხედოთ ვიღაცამა რა. ახლა ბევრმა ოცნების დეპუტატმა მაგალითად არ მისცა ხმა ამას. და აქედან გამომდინარე პატრიარქის გინება იყო გუშინ და დღეს კიდე აი მეორე ეს გაგრძელება მოყვა ყველაფერ ამას და ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ საარჩევნო წელიწადია და აი ესეთი ქმედებით ქართული ოცნება ნამდვილად ვერაფერს ვერ მოიგებს ბევრს და უბრალოდ გულისწუხილია ის რომ საქართველოში პატრიარქის ჰომოფობად გამოცხადება და მისი სიტყვების რაღაცა ციტირება რომ თურმე ეს რაღაცა დისკრიმინაციულია ეს არის ჩვენი თითეული ჩვენთაგანი შეურაცხყოფა იმიტომ რომ ჩვენი სულიერი ლიდერი არის პატრიარქი და ყველაზე დიდი ავტორიტეტი მას გააჩნია აქვს ამ ქვეყანაში და ებრძვიან აი ამ ავტორიტეტს და ამიტომ თამარ ჩუგოშვილი ჩემი აზრით საკადრისად უნდა დაისაჯოს უნდა გაწეული იქნას პარლამენტიდან როგორც ბიძინა ივანიშვილმა გადასცა მას მანდატი იმიტომ რომ ჩუგოშვილი როგორც საკუთარ ყურებს ისე პარლამენტის კედლებს ვერასდროს ვერ ნახავდა ივანიშვილს რომ არ შეეყვანა იქ ისევე ამიტომ უნდა იქნას მიღებული ეს გადაწყვეტილება თუ არა და ქართული ოცნება წააგებს თორე ჩვენ კი არ წავაგებთ ამით ეხლა მე ნაკლებად მეაძარდებს ქართული ოცნების მომავალი დღეს ჩვენ აი ამ საკითხებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ადამიანი რომელიც ხმალამოღებით იბძვის აი ამ ჩვენი ქართული რაღაცა ტრადიციული და ეროვნული ფასეულობობისათვის პატრიოტ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ერთ-ერთი აფხაზი დეპუტატი საქართველოში და ესეც გასათვალისწინებელია ალბათონი ადა მარშალია მოგესალმებით ალბათონო ადა არ ვიცი რა ეხლა ნათქვამია რაში უმომ ნეპანიატო მაგრამ მე არ ვიცი ამათი უფრო ვერ გგებულობ მე აი რა საკეთებენ დღესაც კიდე რაღაცა ის იყო ესე იგი გამოცდების გაუქმებაზე კეჭისხრა და ის პულტები აერიათ ესეთი სამარცხვინო პარლამენტი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს აი როგორც ეხლა ერთადერთი აი ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის ქმედებებს არ აქვს გამართლება და ახსნა იმიტომ რომ ის ადამიანი გასულია რაღაცა აი სამართლებრივ რაღაც ჩარჩოები აი ამათი ქმედებების მე ახსნას ვერ პოულობ და იქნება თქვენ მაინც გითხრათ რატო აკეთებთ ასეთ რაღაცას ანუ ხარაკის იკეთებენ თუ აი რას აი თქვენეული ახსნა მინდა აი ამ გადაწყვეტილებებზე აი ამ უმსგავსო გადაწყვეტილება პატრიარქის ჰომოფობად გამოცხადებაზე და აი ყველაფერ ამაზე მოგესალმებით ნიკოლოს მივესალმებით ჩვენს პატივცემულ მსმენელებს და მაყურებლებს ჩართულია რატო იქცევიან ასე მე ბოლომდე ჩემთვის ეს ვერ გამიგია მაგრამ საინტერესო არის ყველაზე ის ამ თელ ისტორიაში ამ სკანდალში ის რომ ქალბატონი თამარ ჩუგოშვილის პირადი ინიციატივა ეს არ ყოფილა. ის ამას პირადად როგორც თამარ ჩუგოშვილი ვერ განახორციელებდა. ქალბატონი თამარი არის ძალიან ცეთი არაჩვეულებრივი თვალდახუჭული მიმდევარი ევროსაბჭოს ყველა მოთხოვნისა და მითითების უფრო მეტიც იმასაც კი აკეთებს, რასაც ჩვენგან არ ითხოვს ევროკავშირი და საერთოდ არც დაუვალები არასოდეს. აი იგივე ეს ჩვენი სულიერი მამის, ჩვენი პატრიარქის ქადაგების დროს ბატონ ემზარს რო გაუთიშა მიკროფონი, მას ამ ქმედებაში ზურგს უმაგრებს ზუსტად რომ ევროკომისიის განცხადება, რომელიც თქვენთვის ალბათ ცნობილია. თუ არ არის ცნობილი, მე შეგახსენებ, საზოგადოებას შევახსენებ, რომ 2016 წელს 1 მარტს ევროკომისიამ შეაფასა ჩვენი უწმინდესის ეს განცხადება, ქადაგება, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ, რამოდენიმე წუთის წინ, როგორც ჰომოფობიური და სიძულვილის ენად შეაფასა. Ну, ეხლა ამ ევროკომისია შედგება ადამიანებისაგან და ეს ადამიანები, არ ვიცი მე, რა წამსი აქვთ ამათ, სად გაიზარდეს, გაუგონია თუ არა რომ არსებობს სახარება, გაუგონია თუ არა რომ არსებობს სხვადასხვა რელიგიები ქვეყანაში, მსოფლიოში, ალბათ გაუგონიათ. და ალბათ ისიც იციან რომ ეს მაღალი თანამდებობის პირები არიან, დეპუტატები არიან, როგორც წესი, ევროკომისიის წევრები ადამიანის უფლებებისა. სახარების ფუნდამენტალური შინაარსი, საკვანძო ცნებები მათთვის ნამდვილად ცნობილია.
აი გასაკვირი არის ის, რომ ერთის მხრივ ევროკავშირი, ყველა საერთაშორისო სტრუქტურა ხაზგასმით ხარს უჭერს იმას, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია თავის წამში და უფლება აქვს ის გამოხატოს და გამოხატვის თავისუფლება და რელიგიური გრძნობების გამოხატვა არის თავისუფალი ნებაყოფლობითი და ყველა ადამიანს მიუხედავად იმისა თუ რა რელიგიის მიმდევარია ეს გარანტირებული აქვს და უნდა ჰქონდეს გარანტირებული. ეს ამას ერთი ხელით აცხადებენ, ასე ვთქვათ. მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც საჯაროდ ადამიანი გაახმოვანებს მორწმუნე ადამიანი, მით უმეტეს პატრიარქი დამოუკიდებელი ქვეყნის გარკვეული ერის სულიერი მამა შეახსენებს თავის მრევლ საზოგადოებას და ქვეყანას, რომ სახარების მიხედვით ჰომოსექსუალური კავშირები არის მძიმე ცოდვა და ამის დაკანონება არანაირი სამართლებრივი ფორმით არ შეიძლება, ეს ამას აფასებენ როგორც ჰომოფობიურ განცხადებას და განცხადებას, რომელიც სიძულვილის ენაზე არის გაკეთებული. აი ამ ასეთ მოვლენასთან გვაქვს ჩვენ საქმე, აი ასე მსჯელობს და ასეთი მსოფლმხედველობა აქვს ევროკავშირს და საერთაშორისო ინსტიტუტებს, ნიკოლოზ თქვენ ალბათ ეს კარგად იცით, აი ასეთი დუალისტური ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენთვის მიუღებელი, ჩვენთვის გაუგებარი და ჩვენმა ქვეყანამ აი იმისათვის რომ აი პირდაპირ წერია ერთ-ერთ საინტერესო დოკუმენტში რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მიღება, რომელმაც პირველად გაითვალისწინა დისკრიმინაციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, იყო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება. აი ამიტომ ებრძვიან ასე უმოწყალოდ ეკლესიას. მაგრამ ვალდებულება არ ქონდა საქართველოს, რომ გაეჩინა ცალკე კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და ამ კანონში ჩაეწერა ეს ორი ტერმინი. ანუ აი ნახეთ. აი ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვენი თვით შემოქმედება, ამას ჩვენ არავინ არ გთხოვდა, ჩვენ უბრალოდ გამოვიდეთ თავი, რასაც ქვია. და 5 წლიანი გეგმა 3 წელიწადში შევასრულეთ და ევროკავშირი ამ ორ ტერმინზე სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა რას ამბობს? ევროპარლამენტი მკაცრად გმობს LGBT ადამიანების მიმართ განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას. ჩვენც ვგმობთ ამას. აი თქვენ როგორ ფიქრობთ? და დავასრულებ უკაცრავად და წუხილს გამოთქვავს, რომ მათი უფლებები ევროკავშირის მასშტაბით თავის ტერიტორიაზე ტირისის ევროკავშირის მასშტაბით ჯერ კიდევ არასათანადოდაა დაცული. თვლიან ისინი და რას გვეუბნებიან? ზემოთქმულის გათვალისწინებით ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას სამომავლოდ კანონმდებლობაში შეიტანოს აი ეს ორი ტერმინი. ანუ ევროკავშირს თავად არ აქვს ჯერ სამართლებრივ დოკუმენტებში ეს ორი ტერმინი გაჩენილი, ჩვენ ვართ ესე იგი პირველები ამ ტერმინების და ცნებების დაკავებით. აი ესეთ მდგომარეობაში ვარ. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? აი მე სწორედ იმიტომ ვახსენებ ბიზინა. ანტიკონსტიტუციურიც არის. ხო, ეს ცნებები კონსტიტუციაში არ არის. ეს ტერმინები კონსტიტუციაში არ არის. კი ბატონო, თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს არის ახლა. აი ჩვენ რო არაფორმალურ მართლობაზე ხშირად საუბრობენ რომ ივანიშვილისგან იმართება. მე ზოგჯერ ვიცდება, იცით როგორი ეჭირო. ბიზინა ივანიშვილი კი არ მართავს ქართულ მოცნებას. არამედ ეს ხალხი მართავს. თქვენ აყობთ გახსოვთ მაკერი რო იყო ჩამოსული, აი ეს კვირიკაშვილი გაწია ჩუგოშვილმა და პირადად ესაუბრებოდა ყველა იმ საკითხებზე
და ფაქტიურად აი ეს ქვეყანაში წარმართავს პოლიტიკას ეს სოროსის ლეკვები, რომლებიც არიან ქართულ ოცნებაში და NGO-ები, რომლებიც ასევე არიან მეხუთე კოლონა დაბაგად. და შეგვიძლია თქვა თუ არა რომ ქართული ოცნების წარმართველი ძალა და საერთოდ იდეოლოგიურად პოლიტიკურად წარმართველი ძალა არა ეს რაღაცა ვითომ კონსერვატიული ფრთა არის, არამედ ეს ფრთა არის და იმიტომ რომ ფაქტიურად ასევე შეგვიძლია თქვა თუ არა აი ამ განცხადებით ჩუგოშვილმა დაარწა თუ არა ივანიშვილს. მე პირადად მიმაჩნია რომ ეს არის ღია დაპირისპირება თავად ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ კაცი ჩადის წარმოიდგინეთ სამეგრელოში მთელი პიარი აბორდა ამაზე, ეკლესიას წირავს მილიონობით თანხას ეუბნება რომ მე ეს ტაძრები უნდა ავაშენო, რომ კეთება იქით რომ აი როგორ ეხმარება ეკლესიას და მართლაც ეხმარება ხა ივანიშვილს ვერ დაუყარგავთ ამათ. და კაცი გამოდის და ხა საზოგადოებამ რა უნდა იფიქროს. შენ თუ ეკლესიას ეხმარები, აგერ ხომობობა პატრიარქს იმაშვები, აცხადებ, ანუ ეს იყო თუ არა თქვენი აზრით ღია დაპირისპირება უკვე ჩუგოშვილისა ბიძინა ივანიშვილის. ნუ იცით რა, მე არ ვიცი ბატონ ბიძინა ივანიშვილის მენტალობა, მისი პოზიციები და სოფხედველობა. მე არ ვიცნობ მას. მას შეუძლია ერთი მხრივ ეკლესიების რესტავრაციას ძალიან სერიოზული მხარი დაუჭიროს და ჩვენ ვიცით რომ არაერთი ათეული ეკლესია მისი მხარდაჭერით არის რესტავრირებული, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ის ხუჭავდეს თვალს აი ამ ევროკავშირის აი ასეთი უცნაური გამოპროექტების მიღების. და ეს ჩვენი სოროსელები ასე პირობითად ვთქვათ უყვებიან მას, ეუბნებიან, რომ აი ევროპაში ახლა ეს არის მოდაში, ევროპა ახლა ასეთ პოლიტიკას ატარებს და ჩვენ თუ გვინდა ევროპის თვალში და მსოფლიოს თვალში კარგად გამოვიყურებოდეთ, ჩვენ აი ამ დაგვარი ტერმინები უნდა პირველებმა დავნერგოთ, ასეთი კანონები პირველებმა უნდა მიიღოთ, თუმცა აი ამ სექსუალურ უმცირესობას რასაც ეხება მე თავად ვარ პარლამენტის წევრი, მე თავად ვარ პოლიტიკოსი, მე თავად ვარ განათლებით იურისტი ნიკოლოზ და ეს ადამიანების სამართლებრივად ჩვენს ქვეყანაში დაცულები არიან. აი თქვენ ხარ დაცულები არიან. ხართ აფხაზეთი, როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონებით. აფხაზეთიდან ხართ. ეხლა ჩვენ აქ პოლიტიკურ გარკვეულ მოვლენებს აყურდება, ხო, აფხაზეთში. რასაკვირველია. ეხლა ვინ ისურვებს აფხაზეთიდან რომელი ჯანსაღი ძალა საქართველოსთან თანამშრომლობა, როდესაც წვარე შუქი ერთება იმ რეალურად ძალებს, რომლებიც ებრძვიან კავკასიურ, ქართულ და საერთოდ აი ჩვენს აი ეროვნულ იდენტობას. ეხლა რომელი აფხაზისთვის იქნება მისაღები და მე ჩვენ გვინდა რომ აი აფხაზებთან რაღაცა საერთო ენა გამოვნახოთ. აი როგორ ფიქრობთ, აი ამ ფონზე შეიძლება რომ აფხაზებთან რაღაცა ჩვენ გქონდეს რაღაც დამაჯერებელი კოზირები? ნუ ეს ცხადია, დამატებით სირთულეები შეაქვს აი ასეთი ამდაგვარი კანონების მიღება, ასეთ პოლიტიკას, ასეთ მიდგომას, ასეთ სცენებს, რომელიც გუშინ წინ გაიმართა პარლამენტში. ხა წარმოიდგინეთ, რომ აფხაზეთში დაინტერესებული პირები შეიტყობენ, რომ ვიცე-სპიკერმა პარლამენტისა გამოურთო მიკროფონი არა, გამორთვაზე არის პატრიარქოს მოგვად გამოაცხადა. გამორთვა არა, მე ვყვები, ლოგიკურად თან ეს ებზარკვიციანი აფხაზეთში ცნობილი ადამიანია. აფხაზეთში მას იცნობენ კარგად. პონდორში ბატონო. კარგად, არა მხოლოდ, საერთოდ იცნობენ კარგად. აი რომ შეიტყვონ, რომ გამოპროექტს ახსენებდა, დაიწყო ციტირება პატრიარქის სიტყვების, რომელიც ეხებოდა ამ ჰომოსექსუალურ კავშირებს და მას, ესე იგი, გამოურთეს მიკროფონი იმის გამო, რომ ის კითხულობდა ქადაგებას. ნუ ეხლა როგორი შტაბეშტირება შეექმნება ადამიანები. ძალიან ცუდი და ძალიან მძიმე. რამდენიმე წუთი შევისვენებ და ისევ დაგიბრუნდებით ჩვენი სტუმარია პარლამენტის წევრი, პატრიოტ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ადამ მარშანია და რამდენიმე წუთი დაგიბრუნდებით. აზელებს მაუწყებლობას, ეთერში გაცემა სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც უძღვები მე ნიკოლოზ ჟავანაძე, ჩვენი სტუმარია საქართველოს პარლამენტის წევრი, პატრიოტ ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ხალბატონი ადამ მარშანია. ხალბატონო ადამ, მე ძალიან დამამახსოვრდა თქვენი აი ერთ-ერთი ბოლო გამოსვლა პარლამენტში რამდენიმე დღის წინ, სადაც თქვენ ნამდვილად წარე სიმართლე უთხარით აი ამ სოროსის ლეკვებს მოკალათებულ ქართული ოცნების ქურქში, როდესაც უთხარით, რომ ნორმალური საერთოდ ნორმალური საზოგადოება თქვენ გაგრეკავდათ აქიდან. მებრძოლი ხალხი და საზოგადოება მოგვადგებოდა ჩვენ ყველას და გაგრეკავდა აქედან. გარეკავდა უნავუსო და უსაქმურ პარლამენტს.
ეხლა მე რატო ვაჩვენე ეს მცირე ამონარიდი? გაგვეკავდა ჩვენო პარლამენტიდან ხალხიო. ზუსტად 20 წლის წინ სომხეთის პარლამენტში მოხდა არნახული რამ. როდესაც შეიჭრა ტერორისტთა ჯგუფი და რა ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს. მოკლეს პრემიერ-მინისტრი, მოკლეს ვიცე-სპიკერი, 8 დეპუტატი და ეს იყო ნამდვილად შემზარავი რამ. ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც ტერორისტი შეიჭრა უნოიანი იყო იქა, გეყოფათ სომეხი ხალხის სისხლის წოვაო და ესე იგი აქ აი ამ სისხლიანი სასაკლაო შედეგად იქნა კარ დემირჩიანი, ვაზგეს სარქისიანი და რიგი დეპუტატები იქნა ჩაცხრილული. ეს არის ძალიან საშინელი და ძალიან შოკის მომგვრელი ფაქტი და ღმერთმა გვაშოროს ჩვენ აი ესეთი რაღაცეებისგან. ჩვენ პრინციპში ასეთი რაღაცეები მოხდა კიდევაც, როდესაც პრეზიდენტ შევარდაძეზე მოხდა თავდასხმა, გახსოვთ ალბათ თქვენ. პარლამენტში ხა სისხლის კალო არ დატრიალებულა, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალება იყო, რაც მოხდა 2003 წელს, როდესაც შევარდნე და იქ რო შევარდნაძეს რაღაცა ოდნავ მაინც წინააღმდეგობა გაეწია, მონაგრონი იქნებოდა სომხეთის პარლამენტი, იქ რო სისხლი დაიუღრებოდა, აი ტიპიური სახელმწიფო გადატრიალება იყო. ამიტომ ქალბატონო, ატა თქვენ სიტყვებს რომ ჩვენ ხალხი გაგვეკავდაო, ეხლა თქვენ იძახით რაღაცა ვიღაცა ამას სხვანა ინტერპრეტაციას მოუძებნის, მაგრამ აქვს ამას საფუძველი. როდესაც ჩვენ ანტიეროვნულ კანონებს ღებულობ, როდესაც შენ პატრიარქს ჰომოფობად იხსენიებ. ეს არის გარკვეული ბიძგი იმისკენ, რომ რაღაცა საშინელება დატრიალდეს და ეს შეიძლება, როგორც ეს სომხეთის პარლამენტში ხა დღემდე გამოუძიებელია და აქ სხვათაშორის კოჩარიანსაც არ დანაშაულებდა შესარქისიანს, რომ მათი გაკეთებულია ეს და მათ ჩახოცეს ესენი და სხვათაშორის კოჩარიანი დაჭერილია მეორე პრეზიდენტი სომხეთის. ანუ რეალურად ეს არის ბიძგი საზოგადოებისთვის, რომ რაღაცა ცუდი პროცესები დატრიალდეს და მე აი ამ პროცესებს, აი ჩუგოშვილის განცხადებას, აი ამათ ქმედებებს უკავშირებ გარკვეულ უცხო ქვეყნების მიერ მართულ პროცესებს. ეხლა არ ახალია ქალბატონო, ვადა რომ ეს ადამიანები უცხო ქვეყნის ინტერესებს გამოხატავენ. ჩუგოშვილი, კაცარავა, ეს სოროსის ლეკვები და არის თუ არა საშიშროება, რომ ეხლა მე შორს ვარო ესეთი რამე ხა მერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რაღაცა ცუდი პროცესები დაიწყოს, იმიტომ რომ ხალხსაც გვაქვს გარკვეული მოთმინების ფიალა. რასაკვირველია, იმიტომ რომ რაღაც ეხლა უკვე ესი კაცის გაუპატიურების გამო მოხდა ბაქტრიონის აჯანყება და დღეს ვხედავთ რომ მთელი ქვეყნის გაუპატიურებაზეა ლაპარაკი, ხო? Ну, თავისი განცხადებები, თავისი ქცევები და თავისი განხორციელებული ყოველდღიური პოლიტიკით თვითონ თავის თავზე მოიწევენ ეს ადამიანები უბედურებას და მე უთხარი იმ დღეს ქალბატონ ჩუგოშვილს უბრალოდ მიკროფონი უკვე გამორთული მქონდა, მაგრამ ძალიან კარგად გავაგონე ახლა მე მიტინგებზე დაყენებული და აქციებზე დაყენებული ხმა მაქვს, კარგად გავაგონე რომ პრაქტიკულად ჩვენ ვიხილეთ სცენა მოქცევისა ვიცე-სპიკერის საქართველოს პარლამენტისა კი არა. ეს ქალბატონი არის ადეპტი, უბრალოდ არის ადეპტი საგარეო ძალების, რომელსაც უნდა ჩვენი ქვეყნის მენტალობის შეცვლა და აი მენტალური დაპყრობა ეს არის ყველაზე მძიმე და ყველაზე ცუდი. ესე იგი, ბევრჯერ იყო ჩვენი ქვეყანა დაპყრობილი ფიზიკურად, მაგრამ რჩებოდა ის ჩვენი ქართული მენტალობა, ჩვენი ადათ-წესი, ჩვენი ფსოფხედველობა ეს არ შეცვლილა და მოვედით აქამდე. აი ზუსტად ეს ხდება, რომ გადაგვარება, ცნებების, ტრადიციების, ფასეულობების გაუკუღმართება ყველაფრის და ეს ადამიანები არიან აი გამტარებლები
აი ამ უკუღმართი ჩვენთვის უცხო პოლიტიკისა. მე მუთხარი მას პირდაპირ უფრო და უფრო ყოველ დღე ემსგავსება ჩვენი პარლამენტი კოლონიალური ქვეყნის პარლამენტს და თქვენ იქ ვიცე-სპიკერად არ უნდა იყოთ და არ უნდა მიყავდეთ პარლამენტის ხდომები. მე კი უთხარი, მაგრამ მე უთხარი და ვიღაცებმა გაიგონეს, მაგრამ მე არ ამგონია ნიკა რომ აი ამ პოლიტიკურმა ძალამ ან საკვედური უთხრას ან რაღაცა ფორმით დასაჯოს ქალბატონი ვიცე-სპიკერი. ჩვენ ახლა ველოდებით ეთიკის საბჭო არის შექმნილი, იცით თქვენ კანონი მიღებულია. ეხლა იმისი მეტი გაქვს? არა, ეხლა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. არა, ცხადია, ეხლა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, შევიტანოთ, დავასაბუთოთ და მოვითხოვოთ მისი ამ ქცევის შეფასება, განხილვა და დასჯა და ეხლა ისინი რას იზამენ, მე წინასწარ დაახლოებით ვიცი. ამიტომ თავარი სიტყვა უნდა თქვას საზოგადოებამ და თავარი სიტყვა უნდა თქვას ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ერმა. დავის დამოკიდებულება. კი, რასაკვირველია. ჩვენ ლაპარაკობთ. პოზიცია დააფიქსირო. რო შენ სულიერ მწყემს რო შეურაცხყოფას აყენებენ, რაღაც ოფიციალური განცხადება უნდა გაკეთებული იყოს საპატრიარქოს მხრიდან, იმიტომ რომ ეხლა როგორ ეხლა ხომოჰობათ მიხსენიებენ პატრიარქს მისი ეხლა წარმოიდგინეთ პარლამენტის დეპუტატს რო ჩაუხშობენ, ესე იგი ჩაჩრიან პირში აი რაღაცას რომ ხმა არ მოიგოს. ეხლა ჩვენ რიგითი ადამიანები სხვა აი პარლამენტის წევრებს ზაზგვიზამენ, ალბათ კედელზე მიგვაყენებენ. აი ხა ის 37 წელს ეკლესიებს რო ხურავდნენ, აი ესენი აინენ იმ ხალხის იდეური შთამომავლები, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ჩუგოშვილს რომ მართლა ძალაუფლება გქონდეს, კედელზე მიგვაყენებენ და დაგხვიტავენ ალბათ, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, მაგრამ თქვენ სწორად ახსენეთ ის რაღაცა ქადაგებები, სახარება, ესე იგი ამ ლოგიკით თამარ ჩუგოშვილის ლოგიკით უნდა გადაეწეროს 10 მცნება, სახარება და საერთოდ ქრისტიანული მოძღვრება უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ის ეწინააღმდეგება მათ წამს. რაღაცა მომენტში შეეცდებიან სახარების გამოცხადებას, როგორც სიძულვილის ენად ან წყაროთ, საიდანაც მოდის სიძულვილი. აი ნახეთ საინტერესო ფორმულირება გადავაწყდი მე. ერთ-ერთი საქმე იხილებოდა ევროკავშირის სასამართლოში და აი ასეთი ფორმულირება შეხვდა გასაოცარი და მე მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამაც მოისმინოს და ვიფიქროთ ჩვენ იმაზე თუ რა გველის ჩვენ მომავალში რა ტერმინებზე და რა ცნებებზე გვექნება საბრძოლველი. აი რაღაცა კონკრეტული საქმე იყო და ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ტრადიციული ოჯახის დაცვის მიზანი აბსტრაქტული ცნებაა. მე არ გავაგრძელებ კითხვას, იმიტომ რომ იქ და რადგან თურმე ტრადიციული ოჯახის ცნება ჩვენ ხო ხშირად ამ წინადადებას ვამბობთ, რომ ტრადიციული ოჯახი უნდა დავიცვათ, რომ ტრადიციული ოჯახი ნიშნავს ქალს და მამაკაცს და ერთობას, მათ ნებაყოფლობით ერთობას. აი აბსტრაქტული არის. რას ქვიაო ტრადიციული ოჯახი? ანუ მომავალში და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, აი ეს ტრადიციული ოჯახის ცნება უნდა მოხდეს დიფერენცირება. ანუ იქნება მამაკაცის და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, მერე იქნება ალბათ მამაკაცის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მერე იქნება ალბათ ქალის და ქალის და ასე შემდეგ, ტრანსგენდერი და ვიცი ჩვენ რომ გერმანიაში უკვე ეხლა ხანს და ამერიკაშიც ზოგი შტატი ამას იხილავს, შემოვა მესამე სქესი. მამაკაცი და ქალი ღმერთმა შექმნა მამაკაცი და ქალი, მაგრამ აი ეს უცნაური ადამიანები ქმნიან ხელოვნურად მესამე სქესს. მესამე სქესს. აი ასეთ ასეთ მოვლენებთან გვექნება ჩვენ ახლო მომავალში საქმე ნიკოლოზ და თუ ქალბატონი ჩუგოშვილი და მათი მეგობრები ხელისუფლებაში იქნებიან ახლო მომავალში, აი ისინი გაატარებენ თვალდახუჭული აი ასეთ უცნაურ რაღაცებს. სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ამოღებას არ დაუჭირეს ხარი კანონპროექტებიდან, კანონებიდან.
აი დეპუტატებმა ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილმა, მე ამას ხშირად იმიტომ ვიმეორებ, რომ იცოდეს საკუთარი გმირები ბჭყალებში ხალხი. ეს აღგონი არავის არ უყვეს. მაგრაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა, ირაკლი ბერაიან, ნინო გოგუაძემ, რატი იო ნათამაშვილმა, ირაკლი მეზურნიშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ანდრე ოხანაშვილმა, გოდერძი ჩანქსერიანმა, დიმიტრი ცხიტიშვილმა, ნინო წილოსალმა. აი ეს ხალხი, ჩემო მეგობრებო, აი ახლა არ დგომა ხომ მოდის. დიდრონის სანთლებით დადგებიან ეკლესიაში. და მოусვენენ პატრიარქის გადაგებას და მე ინტერვიუებს მისცემენ როგორი კარგია პატრიარქი მე წავლენ საქეიფოდ და მე დიდ ყანს დალევენ პატრიარქის სასმიზებს და მე მინდა ამ რევს და აი ამ ხალხს მინდა არ შეწყვებათ მე ჩემო კარგებო ან ეკლესიაში შესვლა ან მრევლისთვის თვალში ჩახედვა და მე მინდა აი თქვენ კითხოთ ქალბატონო ადა აი ნებისმიერ სხვა ეპოქაში აი ადრე იგივე კარიშრაზე რაღაც ეროვნული მოძრაობა იყო თუ კიდე კომუნისტების პერიოდი ვახსენებ ამას არ მოითმენდა ქართველი ხალხი აი თქვენ ვთქვით ეხლა ხალხი მოვარდებოდა და გაგურეკავდა აი 20 წლის წინ ამას ვერ არ მოითმენდა ამას საზოგადოება აი ესეთი შაბეთილება მექნება რომ საქართველოს პულსი აღარ ესინჯება და ქართული ხალხი ამათმა ისეთ დონეზე მიიყვანეს რომ უკვე აი მე მიყვირს აი ზოგჯერ ფიქრობ რაღაცზე უნდა გამოვიდეს ეს ხალხი აი რამე არის თემა ბოდიში და აი ბადამეთ სახლებში უნდა მოგვადნენ რომ გამოვყარო რამე არის თემა რამაც შეიძლება საზოგადოება აღაშფოთო ეხლა ეს სოციალურ ქსელში კი იციან ეს ყაპატ კუპი და ეს ფეისბუქში ის რა ქვია აღშფოთე აი ზოგჯერ აი პესიმისტშიც ვარდები რომ ნუ თუ ასე დაგვა ჩმორეს რომ პატრიარქის შეურაცხყოფას გადავყლაპავთ და მარტო სოციალურ ქსელში გამოვართ და იმას ვილაპარაკეთ? ნუ საზოგადოება აღშფოთებულია ნამდვილად, მაგრამ ეხლა მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ ესეთ მასობრივ გამოხატვას ამ აღშფოთებისა, მაგრამ რაღაც ფაქტები არის. აი ერთი მაყურებელი მეორე დღეს დიახ, აქცია იყო მეორე დღესვე და მოითხოვეს ძალიან სერიოზული განხილვა ამ საკითხის დასჯა ქალბატონის. არაერთი უნდა ითავოს. პატრიოტ ალიანსი არის ის ძალა, რომელმაც კარგად იცის ამ ხალხის მასების მართვა. ანუ ყოველთვის ეს იყო სამართლიანობის სამგენო სასამართლო, მათ შეუძლია ამ ძალების და მე მგონი აი ამაზეც თქვენ უნდა ჩაუდგეთ სათავეში. ზარი არის მაყურებლის გისმენთ. 9 ապრილს ჩვენ ვაპირებთ დიდ შეკრებას ქუთაისში და ბევრ საკითხებზე იქ იქნება საუბარი საზოგადოებასთან. კი ბატონო, გისმენთ. გამიმშვიდობით ბატონო ნიკოლოს თქვენი საავტორო გადაცემა სამოქალაქო საზოგადოება თავისი შინაარსით ძალიან საგულისხმოა მაგრამ მოგეხსენებათ სამოქალაქო საზოგადოების აზრს არავინ არასდროს არადერთ საკითხში არ ითვალისწინებს აი მის საუკეთესო მაგალითია საპატრიარქო და სრულიად საქართველოს საზოგადოება წინააღმდეგი იყო აიდი ბარათების, ჩიპიანი ბარათების, ეგრეთ წოდებული პირადობის მოწმობების შეცვლის. წულუკიანმა თქვენ არ ვიცი იმ დროს თქვენ ყურადღებას აქცევთ თუ არა საპატრიარქოს ერთ-ერთ ჟურნალში ძალიან დიდი კითხვა-პასუხი და მიწერ-მოწერები იყო. რომელიღაცა ნომერში ისე დამამცირებლად შეეპასუხა წულუკიანი რომ აი ახლა არ არის დრო რომ დაფიქსდე და გაგახსენოთ ის ჟურნალის მეოთხე კიდევ ერთ გეტყვით აი უვადო პირადობის მოწმობები დღეს უქმდება ისევ ჩიპიან მიდიხარ და გაძლევენ ეს არ არის დიდი მადლობა ჩვენ ფიქრობთ რომ კი ანუ ყველას გათვალისწინებთ სასამართლოში ჩვენ შევიტანეთ ეს საკითხი კონსულტაციები გქონდა ქალბატონ მინისტრთან უარი გვითხრა სასამართლომ და მინისტრმა ბრძანა რომ ნუ მას არ მიაჩნია რომ ამის გაკეთება საჭიროა. კითხვა დაგისვათ მინდა. თუმცა ადამიანს უფლება აქვს ნებისმიერი სახის რომელი ფორმა მას მოწონს იმ ფორმის პირადობის მოწმობა ჰქონდეს. და ევროპულ ქვეყნებში, კერძოდ საფრანგეთში მაგალითად, კაფიო მაგალითი საფრანგეთი ადამიანს უფლება აქვს საერთოდ არანაირი საბუთი არ ჰქონდეს. არ მინდა და არა. ერთი ზარი კიდევ სამწუხაროდ აი ყოველთვის ვიმეორებ ძალიან არ მიყვარს ჩემი სტუმარს გავაწყვეტინო და იმიტომ რომ მაგრამ ჩვენი გადაცემების ციკლი ეს არის მაყურებელი ჩართულია და ამიტომ ეხლა გაიციშა და რომ იქნება მაცნობე და შემოვიყვან. აი ხალბატონო ვადა იცით რა მაინტერესებს. აი ეხლა ეს თემა რო დავხუროთ, აი არ საარჩევნო წელიწადია, ხო? ხედავთ რომ ძალიან ცუდად მიდის პროცესები. ვერც სამართლიანობა ვერ აღდგა, ვერც რუსეთთან ურთიერთობები ვერ დარეგულირდა, აფხაზებს და ოსებს კი არ დაუახლოვდით, კიდევ უფრო დავშორდით
აი ახლა მაგალითად ძალიან გული დამწყდა ჩვენი აი გენიალური რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. არც ერთი რაღაცა გაყრითაც არ იყო მედიაში ამაზე დახსენები. ნებისმიერ პოლიტიკოზე და პარტიაზე მეტი გააკეთა ამ კაცმა, ეს იყო ნამდვილი ელჩი ჩვენი ქვეყნისა. ყველა თითოეულ ფილმში ქართველი კაცი არის წარმოჩინებული იმ ადამიანად, რომელსაც ჩვენ შევნატრით. და ეს იყო უდიდესი ადამიანი და ამიტომ მე ვფიქრობ, რომ აი ის პოლიტიკა, რასაც თქვენ აი ეს დიპლომატია, სახალხო დიპლომატია, რომელსაც პატრიოტ ალიანსს უნდა, აი სწორედ სახალხო დიპლომატიას ეწეოდა გიორგი დანელია თავისი შემოქმედებით. აი ხა ძალიან ესეთი აქტიურად დაიწყეთ თქვენ აი აქ მუშაობა რუსეთში და აი ხო არ იგეგმება რაღაცა ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ თუ აფხაზები და ოსებისთან რაღაცა საერთო ენის მონახვა დაბრუნება გვინა, ეხლა არ ვიცი მე ტერიტორიების დაბრუნება ორი გზა, ან იარაღით დაიბრუნა, ან მითი რა ქვია, მოლაპარაკებთ იარაღით დაბრუნებული ჩვენ არ ვერ დავიბრუნებთ და აი სხვანაირად ერთადერთი მოლაპარაკება რა იგეგმება თუ კი ყოველთვის ჩვენ ამ მიმართულებით ამ საკითხზე მუდმივად მუშაობთ არასოდეს არა ვართ გაჩერებულები იცოდეთ თქვენ იცოდეს ჩვენმა პატრიოტებმა საზოგადოებამ უბრალოდ მოგეხსენებათ რომ ყველა ვიზიტს მომზადება უნდა თითოეულ ვიზიტს მომზადება უნდა არ არის ეს მარტივი თემა იმიტომ რომ სხვადასხვა სიტუაციაში გვიხდება ჩვენი წასვლა, სხვადასხვა ფონია, სხვადასხვა სიტუაცია, მსოფლიოში სხვადასხვანაირად არის ვითარება განვითარებული ჩვენს ქვეყანაში. იცით თქვენ მაგალითად იგივე ტატუნაშვილის მკვლელობის ფონზე იქ ჩასვლა არ იყო სასარგებლო, არ იყო აზრიანი რაღაც პაუზის მერე წავედით ჩვენ ორი თვის თავზე წავედით სადღაც ასე. აი ამ საზარელმა ფაქტმა ძალიან შეგვიშალა ხელი. მინდა გითხრათ რომ იქ ჰუმანიტარულ საკითხებზე ბევრი არაერთი კონკრეტული დადებითი და პოზიტიური შედეგი მივიღეთ ჩვენ. ეხლა აფხაზეთში არჩევნები ტარდება საფრანგეთში. დიახ, 21 ივლისს საპრეზიდენტო. ნუ იქ ძალიან რთული სიტუაცია. ანტიქართული ძალები უფრო ლიდერობენ. იცით რა, იქ უფრო სხვანაირად არის. იქ არის ძალები, რომელიც ძალიან ემორჩილებიან კრემლს და არიან ძალები, რომლებსაც მართლა უნდა დამოუკიდებლობა. თუმცა ეს ძალიან რთულია მათ სიტუაციაში და მათ პირობებში პრაქტიკულად იქ. იცით თქვენ ყველა დასახლებაში უკვე აფხაზეთში პატარა სამხედრო ბაზა რუსული დგას. გნებავთ გალში, გნებავთ კვარჩელში, იქ სოხუმში არის უამრავი, სოხუმში საერთოდ სოხუმის შესასვლელთან პატარა ქალაქიც არის უკვე აშენებული, იქ უშიშროების ოფიცრები ცხოვრობენ თავიანთი ოჯახებით. წარმოიდგინეთ თქვენ, დახურული აფხაზების გენოფონდის ქალაქი. რასაკვირველია, ნუ ეს აფხაზები აღარც იქნებიან. ცალკე სასაუბრო თემა, ძალიან და ძალიან მძიმე დღეში არიან და აი ამ შანსები იქ მოგეთ. ჟანი არის ასეთი ერთი არის მეგობარი თანამებრძოლი ბატონი ანქვაბისა, რომელსაც ჩვენ საზოგადოება კარგად იცნობს, კი არის ასლან ბჟანი არის ასეთი. ნახოთ როგორ განვითარდება. მაგრამ კრემლის ნებასრულის გარეშე ხო იქ ვერაფერი ვერ მოხდა. კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ იცით რა არის სიტუაციები და ვითარებები, როდესაც რაც არ უნდა კრემლმა მოინდომოს, თუ ხალხი არის ძალიან გაბრაზებული და ძალიან აჯანყებული, კრემლს არაფერი არ გამოუვა. სომხური ლობი უფრო გაძლიერდა ვიდრე აფხაზური, მე მგონი. ჯერ ასე არ არის, მაგრამ ძლიერდება და ძლიერდება ყოველ დღე და რაღაცა გარკვეულ დროს უფრო ხმამაღლად დაიწყებს თავისი ადგილის დამკვიდრებას და მოითხოვს უფრო და უფრო მეტ ხელისუფლებას. თქვენ იყავით იმ დელეგაციაში ხო სალომე ზურაბიშვილი რო სომხეთში? დიახ, არა, სომხეთში არ ბაქოში ვიყავ. აი, სომხეთში რო იყო, სხვათა შორის ზურაბიშვილმა მე კრიტიკული ვარ მის მიმართ, მაგრამ ერთი კარგი რამე უთხრა სომხებს, რომ აი ეს ყარაბაღის წარმომადგენლები რო ჩადიან აფხაზეთში, იქნება ეს აყვეთოთ, იგივე ეკლესიის, იგივე და ანუ ამაზე თუ არის რაღაცა რა პასუხი და თუ გაქვთ ინფორმაცია ხა ზურაბიშვილისგან პასუხს მე ვერ მივიღებ გარკვეულ მიზეზთა გამო, იმიტომ რომ არ კონტაქტობს ისე. ნუ პასუხი მაშინ მან არ რა თქვეს სომხებმა, აი რა თქვეს? მაშინ არაფერი სიჩუმე იყო პასუხად, მაგრამ მე მიხარია რომ პირველად იმის მერე რაც კონფლიქტი გაჩაღდა
და დელეგაციები სისტემატიურად დაიწყეს დელეგაციებმა იქ ჩასვლა, იცით თქვენ, ცხინვალიდანაც, ყარაბაღიდანაც, აფხაზეთიდანაც, პრიდნესტროვიედანაც. აი პირველად საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან აი საკითხი იყო დაყენებული და ალბათ რაღაცას და დაყენებული ძალიან ღირსეულად, სწორად და სამართლიანად. აი მე მიხარია ეს ფაქტი და ხარს უჭერ ქალბატონ სალომეს ამ მის დიდი მადლობა ქალბატონმა და მობრძანებისთვის სამწუხაროდ კიდევ ბევრ საკითხებზე გვინდოდა გვესაუბროთ და შემდგომ ატაცებებში საოცრად მოგვიწევთ განსაკუთრებით აფხაზეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ტკივილი, ჩვენი მარგალიტის, ჩვენი ყველაზე საოცნებო მხარის, იმიტომ რომ ვერასდროს ქართველი ხალხი ვერ იმიტომ საქართველოს პარლამენტი თავის ხტომას იწყებს აფხაზეთით საუბარს და აგრძელებს და ამთავრებს. იმიტომ კი ბატონო ეს ჩემი ირონიული ნათქვამია, მაგრამ ძალიან მწარე. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ეთერში პატიო სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც უძღვებოდი მე ნიკოლოზ ჯავანაძე და ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ადამ არშიანი. კარგად ბრძანდება.